მოგწეროთ არა ჩვენი ვიდეო. ეხლა მე ისეთ ადგილებში მოვდივარ კარონის ტერიტორიაზე. პირველად თავარ აქ, ესე იგი ეს არის რუკას რო შეხედო, სადაც ატლანტის ოკეანის პარალელურად მიუყვებით რა. და ამდენი ჩემი ასე თქვათ ძღოლური ისტორიიდან აქეთ არა ვარ ნამყოფი. მართლა ლამაზია ეს უკვე იქ ტყეები და ასეთი სიმწვანეები იყო, აქ უკვე წყალი და წყალკანალები და წყალკანალი არასწორად ვამბობ. წყლის რეზერვუარები და ესეთი ტბებია ძალიან ბრომად. სადავთ historic waterfront. არა ეს Georgetown. აქეთ უკვე იახტები აქვთ, ეს პირდაპირ უკვე ოკეანეს უკავშირდება. ამდენარია ვერ ხვდები, ალბათ რაღაცა მე ნახეთ ამდენი იახტებია. და ვისაც აქვს შესაძლებლობა და უყვარს შეენობა იახტებით მიდიან იქით ოკეანეში. ატლანტიკის ოკეანეში. Georgetown. თავისთავად ახლა სუბტროპიკული ზონაა სამხრეთ კაროლინა და პალმები და მთელი ამბები. Indigo Vision Center. დასახლებას ქვია Georgetown. ვიწრო ქუჩები რო არის, აი ეგ ცოტა ძველი ქუჩებია და ცოტა პრობლემაში ვექნება. არა უშავს რაღაც თავარი სიმშვიდე სიწყარე. ზოგჯერ ვარ მატარებენ ხომ, ასე არა აქ ისე არ არის, მაგრამ აი შულიკიდან ტეხასში და ლოს-ანჯელესში აი ეს კუდით ვათამაში ვაგდებ ხოლმე რა და აქ უფრო წყნარი ხალხია. მისდენ ზარბაზან. ძაღლი შუშა ჩამოდის. წინა ძაღლი ყავს ღორს. ხეში აქითაც ძაღლი ყავს. იყურება რა. ეს დიდი ძაღლი უკან წავიდა. Georgetown. Georgetown-ი დავტოვეთ. გავაგზავნოთ ჩვენი. რასაც ეხლა გადასახადი იქნება ალბათ. გადავხედოთ ნორს საუკაროლინას ზემოდან. ატლანტის ოკეანია იქ შორს ხედა. ზემოდან ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ როგორც ამბობთ, სულ ტყეშია რა, მთელი შტატი არის ტყეში. სცენარული საფარითაა დაფარული მთელი შტატის ტერიტორია. ოკეანის მიუყვებით პარალელურად. უფრო სამხრეთისკენ მივდივართ
და ალბათ სავარაუდოდ ჯორჯიასთან ახლოს მივართ. ეხლა მივდივართ ქალაქ ჩარლსტონისკენ. რომ გადავხედე ინფორმაცია, ძველი ინგლისური კოლონიალური სტილის სახლებია. ეს ცენტრი ალბათ მე იქ რა ხდება, არ ვიცი, მე პირველად მივდივარ და ნასტავარია ეს ჩარლსტონი, ჩარლსტონი. როგორც ნიუ ორლიანი, წინა ვიდეოში რომ განვიხილავდით კაროლინის ისტორიას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონების ბაზარი იყო აქ. ესე იგი ნიუ ორლიანში და ჩარლსტონში. თვითონ უკას უყურებთ თვითონ ქალაქი ჩარლსტონი პირდაპირ ატლანტიკის ოკეანის პირას არის და იყო ეგ გემით მოყავდათ ეს მონები აფრიკიდან და სხვადასხვა აზიის ქვეყნებიდან. აქ მიდიოდა ვაჭრობა, როგორც ნიუ ორლიანში. სავარაუდოდ ამ რაღაცა მდინარე წადის პირები. ფაქტია ასეა თვისია. ჩარლსტონი ერთ-ერთი მონების დიდი ბაზარი ყოფილა, როგორც ახლა ჩვენ რო ვიტყვი სტამბოლის ბაზარიო, ილოს ბაზარი, ბაზრობა და წარმოიდგინეთ ახლა ისე რომ დაფიქრდე, როგორ უნდა წამოგვეყვანა ახლა ითქვათ ახლა ზანგები ხო ასე გონიერები არიან და მოხავდათ ოსნე და მათრახით ცემდნენ და მოხავდათ და წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. და საინტერესოა და მიდიხარ ბაზრობაზე, დგან არის სხვადასხვა სიმაღლის მონები, ქალები, კაცები, ბავშვები და აბა ამაში ასმანიც გადავიდი, იმაში 50 და ამაში 200 და მიდიოდა ვაჭრობა. ზოგჯერ რომ გადახედავ ხოლმე ამ ისტორიას და ფიქრობ კაცო როგორ მიდიოდა ეს პროცესები, აი მონათა ვაჭრობა, ტყვეთა ვაჭრობა. რემორჩილებოდა ეს ხალხი წინააღმდეგობას არ უწევდა. ალბათ მაგას ჩვენ ფსიქოლოგიას ვერ გავიგებთ. წავიდე ჩარლსტონი, ჩვენი ამბები გვაქვს, აბა როგორი ადგილი იქნება და რა გადვასათ ერთი ადგილი. კარგი იქნება თუ კი იქნება და იმით არ იქნება ხელით გადმოსაზრდით. აქ კი იგრძნობა სუბტროპიკები, ახე მუშმალა და მაგნოლიის ხეები, იქით პალმა. ზემოთ არ იყო ასეთი სცენარეები და ცოტა სამხრეთით რო ჩამოვედი. სოხუმი გამახსენდა სოხუმი. ასეთი პალმები არ იყო. მაგნოლია. ჩაის აკეთებდნენ ხოლმე ეს თეთრი ისინი ვარი სიცხის უსურათ არის პარკოთ რა ვერ ვიხსენებ ამ ხეს აქია ეხლა ნახტემა მეგობრებო, ესე იგი მონიკას მივყავარ უფრო გრძელი გზით, რომელიც მეუბნება 33 მილია და მარგარიტას მეუბნება 16 მილიო. აი არ ვიცი ხა საერთოდ წავიდე მონიკას დაუჭერეთ მარგარიტას, იმიტომ მარგარიტა სუბუქი მანქანების გზით მიდის, მონიკა დიდი მანქანების გზით და აი გადავწყვიტა რა ვქნა, ეხლა დიდი მანქანთან უკეთ ატოლოს ეს მოძრაობა, ეს სავარაუდოდ ეს იგი დიდი ქალაქია და შეიძლება საცობში მოხდე. მოდი დაუჭიროთ მონიკის, მარგარიტას არა. ლამაზი ადგილებიც ვნახოთ. ნახოთ, აი საცობია და მე დიდი იმის არ წავა, მაგრამ აი თუ მე ვიწრო გზებში ვიარო. რომელი გზა ავირჩიო მეგობრებო? ეს პირველად ვარ აქ. მოდი მარგარიტას დაუჭირებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანებია და ტყვე ჩარლსტონი ქალაქია დიდი და გადავხედე არ ვიცი, ნახოთ გეტყვით რას გადავწყვეტ.
ეს მოვდივარ და ამერიკაში ხარ როგორ დახლები და დახლებზე დევს დაწნული კალათები. ახლა ჩვენ რო ჩამოვიტანეთ ეს ხილი რო დავდე იმაზე, აი ესეთი რაღაცებია და თითქოს ტობეთ მიდიან მაგას. აი ნახეთ როგორ დახლები დგას აი ეს. აი ეს სუსავსია ხომ აი ხათი ადრიანი რა თქმა უნდა 11 საათი. მერე გამოვიდა. აზრობებია რა მაინც ახლა სამხრეთი შტატი რო არის თავისი ყვავილებით და იმებით ხილით და იმებით ვაჭრობებით და მე დახლებს South Carolina მეგობრებო აქ შეუხვიო და მე ვერ შეუხვი აი ეგ აგზარვა უყურეთ on red არა ის წითელზე აგზარვა მაგრამ ამ ვიწრო გზით წავიდე არა ჯობია ესე ფართო გზით ვიარო მე ტრაილერი რო შევიდე ესე კარგი იქნება მაგრამ ვერ ხედავ არა ვერ გავრისკავ რა და ლამაზი კი იქნებოდა ხო იცი კიდევ უცხასული ხავს ეხლა რო გავარ ნახოთ ვიწრო გზებია და ჯობია ესე ცოტა როგორ ვამბობთ ხოლმე შემოვლითი გზით შემოიერე მაწყნარათო აი ეგ მომენტია რა აი ჯერ არც ერთი ტრაილერი არ გამოსულა აქ სუბსურგი მანქანები ვერა მარგარიტა აი სატვირთო მაინც პატარა სატვირთო ნახოთ როგორი გზებია იქ ჩვენს არა ნახოთ როგორ გაფრთხილია სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ რა იმით რომ იმებში დაწას გზებში სიარულს ჩვენია მაინც პატარები არა მაგრამ დიდი მანქანა ვართ ეს ეხა კიდევ მეუბნება მარგათე გადაუხვება თან შევხვდი ტყეებიას ადამ ეთი ამდენს 15 მაისს ვიგებთ რა ჯანდაბს ახლა ასე წავიდეთ ეს ახლა ვიწრო ქუჩაში რომ წავიდოთ ენა სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ მონიკამ ჰაივეზე გამოგვიყვანა და მარგარიტას მივყავ მარგარიტას მივყავდით პატარა ვიწრო ქუჩებით არა კარგო შენზე ზრუნავ შენზე რო არ იწვარ ავედი ჩარლესტონში აბა ნახოთ რა ქალაქია ჩარლსტონი უფრო შორს ხედავ გუზიანი ხიდი ისევ ალბათ ზემოდან გადავხედავ ჩვენ კაროლინას ეთქობა აქ არის უკეთ მთელი წყლის არხებია ეს ხიდები გადმოსასვლელებია რა ჩვენ ასეთ ხიდზე ვარ და აბა ზემოდან გადავხედავ ალამაზი იქითაც ამხილა ხიდი ყოფილა იქ შორს ეკრანები ეს უკვე აშკარად ის არის.
კიდევში ამერიკელები მაგრები არიან რა თავისთავად. ეხლა ჩინელებმა და იმეებმა ცოტა გაასწრეს თავისი ტექნიკური იმეებით, მაგრამ ამერიკელები მაინც 10 წლებია ამ სფეროში ტრიალებენ და თავისთავად კუზიანი ხიდი, მაგრამ ოქი აქითაც ნავსადგურია მარცხენა მხარეს და აი აქითაც ნავსადგურია რამდენი კონტეინერები დგას. კონტეინერები და სავსე და ადრე სულუყადა დაბადეს ადამიანები აფრიკიდან და აზიიდან და ბაზრ მომუშავებელია თუ მან ტანკერები მოდიან აქ და წავედი ჩვენი ჩიფსები მივიტანოთ რა გველოდება ვნახოთ აბა როგორი ხალხი გველოდება როგორი ნუ თავისთავად უკვე ვიცით რომ ეს უბრალო შტატია და უბრალო ხალხი ცხოვრობს თავისთავად უბრალო ურთიერთობებიც იქნება. მოვედი ჩვეულებრივად ასე თქვათ სტანდარტულ ამერიკულ განსახლებაში შლაგმა ომი ჩამოწიეს ეთქვა მატარებელმა უნდა გამოიაროს. მოდი ჩუკუ ისე მატარებელი როგორ რაღაცა რა ბავშვებს როგორ უხარიათ ხოლმე მატარებელი. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სათამაშოა რა. მანქანები და ჩვენ ახლა მარცხენაში ვხდათ. შტატია, მაგრამ არა. Turn left on Robinson Street. აი, ავერი. აი, ქულა შემომოხვია, მაგრამ რა ვიცი, რაღაცა. ისე, აი ხო ვიწრო ქუჩები და ის არის, მაგრამ ხალხი არ არის გაღიზე. ახლა ნიუ-იორკში ასეთ რაღაცები რო გავაკეთო. თელ სიგნალებს და იმებს დაგისიგნალებენ და აი, აშკარად წყნარი ხალხია რა. პრობლემას არ გიქნია ამართლებს ის რასაც ჩვენ ვაბობთ და Arriving at 5806 Campbell Street on the right. არის და საუბრობთ ალბათ იქით არის სატუცი მოთხოვნა გავარკვე ასეთი ჯობია გადმოვიდე და ან დავრეკო ისე მაქნა დავრეკო აუჩი ერთი ათაბალა სამუშაოა რა ათაბალა სვალა გზა გვაქვს დავრეკო თეთე ამასთან დავრეკე და აი ქუნა მივსულიყავი დოკი მაგრამ მოდი ვნახოთ ეხლა მე ხო შემოვედი ასე წრე დაარტყი მაგრამ მოდი მე ეხლა აი ნავსეკის თუჩი აკაც რო გავაკეთო ეს იგი დოკი აქით არისო და აქ ავიდე კი პარალელურად მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ნახო ხოლმე აი აქ უნდა მოვიდე გასაგები ესე იგი ნებისმიერ ვარიანტში უნდა შემოვიდე მე ეს
არა. პატარა თოკია. მე ასე უნდა წამოვიდე და ასე შემოვიდე რა. ესე იგი მე ან სხვა ვარიანტი ასე წამოვიდე, არა, ასე რო წავიდე და ასე ვერ მოუხვე, მარჯვენა გამიჭირდება პატარა ადგილია. ესე იგი შენო წრე დაარტყეო, ასე მოდიო და მე აი ესე წავაბო. всё, გასაგები. ესე სამუშაო წვიმანები, მაგრამ უყურეთ ამდენი წვალება მიწევს, იქაც ხო ვიწვალე, ეხლა აქაც კიდო 2 დელივერი გო გასაკეთებელი. ასიცა. სამუშაო წვიმანები. თავარი ეხლა იქ ვიწრო ისინი არ ექვს ჩებში. აღელვება არავითარ შემთხვევაში რაც იქნება იქნება ნელა უნდა მივხვდე. ეხლა ეს რო იყო პატარა მანქანა პრობლემა არ არის. აი ტრაილერი რო არის ამხელად კოდის ეშინი არ მიედო არ მოვედო და მთელი ამბები არ უცხდება. ნახე რა ვიწრო ეს არის. აქ და შეხვიდე. ცოტა ძნელი შესაყენებელია და ახლა არ მინდა ყურადღებით. დავაღებ და აი უნდა შევიდე რა. ჩემი ამბოცანა აი ეს რაღაცნაირად შიგნით შევიდე და აი ესე შემოვიდე. Ja, okay. მე მიხსნის რომ უნდა შემოხვიდები. აქ დავაყენებ, ახლა მე გადაღებას არ დავიწყებ ხეხული ამასთან. მე აქ ვერ დავაყენებ რა. ეს უნდა მოუტეხო. და ეს მიშლის ხელს აქ რა. არა, ახლა დამიც აი უკვე უხეხული სიტუაცია შეიქმნა. რატო ვერ აყენებ და მე ვერ დავაყენებ გამორიცხულია. მე ვერ დავაყენებ ვარიანტი არა. რა ვიცი რა, დიდი მანქანაა და ახლა მე რა დავაყენებ. ძელი მანქანაა, ვარიანტი არ არის, მე ვერ დავაყენებ. My friend, I have no space over here.
I have no space here. I cannot park. How we do? I would say go around the block and pull up. No, No, because always there's a construction, which you know. What I'm saying is, come around this way and pull up there. I don't know. They do it every week. I don't know. Every day, Yeah. other drivers do like this. Okay, I will go. Come. Unless you want to do it the other way, but I have to come this way and come here, yeah? Yeah, okay, I will try. I can go like this and come here, yeah? Okay. ესე იგი ასე მოდიო და ხო, გასაგებია ეს სხვა მძღოლები აკეთებენ, მე ესე იგი მე ასე მოვა და ასე ცხვის აკიჩევსებ რა. სხვები აკეთებენ და ჩვენ ვერ უნდა გავაკეთოთ. რა გავაკეთებენ, ჩვენც უნდა გავაკეთოთ. პრესტიჟის ამბავია, პრესტიჟის. მეგობრებო, დავაყენებთ თუ ვერ დავაყენებთ, ვიქტორინა. ავათამაშოთ ვიქტორინა. ნახოთ აბა მეგობრებო, გამოგვივა თუ არ გამოგვივა. სხვები აყენებენო და შენ რატო ვერ აყენებ? ნახოთ აბა თუ დავაყენეთ. შედიო, მაგრამ რავი შევეტებ რაღაცა ხვირი და არ ამგონია თუ რა ის. ამ ბალახებს უნდა გადავიარო. უნდა დავაყენო. აი ეს მიშლის ეს კიდე. ესე იგი ხვირით იქ ეყოფა. ია, ვიცი რა ნახოთ. ასე ვაყენებთ. ასე თუ მოტეხავ. გადავღონე ზნაკი, არა გამორიცხული საი. არა მე უარს ვეუბნები ამას. მანქანები უნდა გაწვენ. ეხლა ეს მანქანები თუ გაწიეს, მე დავდგები, მაგრამ მეთქი აბა მანქანები გააწევინე მეთქი და ერიდება და რავი, სად დავაყენოთ. უყურეთ რა ხდება. ეხლა ამას სტორბას დავეჯახე, უყურეთ, აი სტორბას ვეჯახებ. ეს მივედე კიდევაც ნახეთ ეს ჩემი უღნულია ეს სტოპი რო არის რა. რავი თუ მანქანას გაწევს თუ გააწევინებს ამ მანქანას კარგი იქნება. გამორიცხულია ხა მე შევარდო. ის მანძილი ხა ის ეტყობა შენებლობა ეხლა დაიწყე და ისა გადაკეტილი. არო საიდან მოდიხარ ხო გითხე დათასული ტვიტია რა. ეხლა მე რო დავამტვრიო, ქალაქის დამაჯარემეს, მანქანასთან მთელი ხათაბალაა რა. თუ არა და მეთქი მაშინ ხელი დაგეხმარები მეთქი, აბა რა. შევიდე ესა, ვერ შევალ იქ ეს მიშლის ხეს. ამიტომ ერთადერთი ეს გზაა და რა ვიცი, აბა როგორ გამომიმარეს. გაწევს რა ალბათ. ეს მეორე მანქანას უნდა გაწევოს, ეს რას გაწევს, რა ვიცი. ამასაც გავაწევინებ და I will try. აბა შევეცდები. თუ გაციეს, ან ეს გაციეს, გავჭირდი ახლა ეს მე. პოლიციელი მოვიდა და გავიდა იქით. ეს პოლიციის მანქანაა ეს. ესეც გაწევს ალბათ და მათული იქნება შედარებით, მაგრამ გამოვაკეთე. გაწია. აქ თავარია.
კედეს არ დავეჯახო, იქ გონი სწორად მიდივარ. It's okay, good. წავედით და ნელა აი ამას არ მივედო. ეს ზნაკი არ გავაფუჭო. აი ეს. წინ და უკან ვაკეთებ და აი მაშინ რო ჩავждე რა. თვალები შემდეგ გონი დავაყენე, მოდი, დავასწოროთ ახლა ესა. აკეთე და წინ წავწიოთ თავი ტკივილი იყო. It's a very big headache, yeah. How to a driver do like this, yeah? როგორც იქნა დავაყენე რა, უღეთ რა გავაკეთე მეგობრებო, აი ეს აი წინ და უკან გამოვედი და შევაყენე რა. რავის. აკი არის ადგილი, მაგრამ აი ეს არის რა, ამის მეშინოდე ხა ესო გააფუჭო მე ქალაქი დაგაჯარიმოს რა. ვიქტორინა მოიგო ვიღაცამ ვინც მოიგო. ფაქტია რომ დავაყენეთ. ესე ძიმი არ არის და აიღებენ. It's yours, yeah? Next second. It's yours, yeah? Okay. ეხლა მას გადმოტვირთავ და რა იყო მეგობრებო ეს? აი ესეთი რაღაცებიც ხდება. ადრე ეცე კი ეხლა იქ შენებლობა მიდის, სავარაუდოდ იქ მიდიოდნენ ცხვირი და მე მოყავდათ და ეხლა ამ ხელა სიგრძის მანქანა ხო ვერ დაეტევოდა. ამიტომ აი მათ თხოვე და იმათმა გამოიყვანეს და ჩვენც ადგილი მოგვეცა რომ მისულიყავით იქ. всё. კარგო გაწვალე? აი გარი კაცო ეს რო დაარღვია ეს ეთქო ვიღაცა შეეხვა ეხლა ეს ქალაქიც ის არის ეხლა. გინდა $100 იყოს 200-500 მაინც ჯარიმაა და ხუმრობ ეხლა გინდა ეხლა ჩვენ ჯარიმა? ნამდვილად არ მინდა. გამოსვლისასაც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო, თუმცა აქედან ვერ გამოვალ ასე შეიძლება. ხო, აი აქედან გამოვიდე თუ იქიდან გამოვიდე, აღარ ვიცი. ნახოთ აბა თუ ასე კედელს არ დავეჯახო. მაგრამ შტატი როგორ ამართლებს აი ხალხი წყნარად ჩვიდად ეხლა სხვა რო ყოფილიყო დაიწყება ჭქუს ხვირის ამას წყნარად ჩვიდად მე მოვიდა პოლიციელი ნახა რომ ვერ ვაყენებდი ათქდა წავიდა საერთოდ წყნარად გააკეთე ჯენი საქმე არულია მოდი ეხლა ეს მეგობრებო ეს ამინარად ეს გავიდეთ და მე დავამთავროთ ეს ჩვენი ვიდეო სავარაუდოდ ესეც საშუალო ბიზნესია პატარა ამებს ყიდულობს მე ყიდეს ეთქო მაღაზიაში აბარებს და იმ განსხვავებულებაში მარჟაში იგებს მოგებას, აი, თავის საწყობი აქვს. აი, პატარა ბიზნესია რა. დიდი საწყობი არ აქვს, მაგრამ პატარ-პატარ რაღაცებს აკეთებს რა. არის რა, აი, ბრუნვა რო არის ქვეყანაში, ის ადვილია ბიზნეს გაკეთება. აი, ბრუნვა რო არ არის ძნელია რა. ამოსვლა დავიწყოთ. ჩვენი ამოცანა უკანა ბორბლები არ მივარტყათ. ის დროს აი იმას არ უნდა დავარტყა და ბორბლები ვარ გამოვედი იმიდან, всё, მთილა და ფუცელს გამოვართ მოეხნება, всё. და თავსატეხი მოგეცა. Paper. ფუცელი დამავიწყე. ფუცელი აქ დამით, ვაში, სად არის ფუცელი? No here. Yeah, doors about paper. Okay, bye. ესე იგი, რა მოხდა მეგობრებო, ეხლა ეს თვითონ დაიძაბა. ეს კაცი. არ ვიცი ეხლა აქ როგორ აყენებენ მანქანები იქ, მაგრამ ფაქტია რომ უხერხო სიტუაციაში ჩავარდა და ეს ფუცელის დაავიწყდა. რა თორე ავიღე და ეხლა გავიდეთ აქედან ამინაერად. ავაგზავნე ეხლა დისპეჩერთან საბჭო. კიდე 2 დაგჭა. აი რამხელა დრო
დაგვჭირდა ამაზე რა. სხვა ამერიკელი მაგათ რო ყოფილიყო არ დააყენებდა და ან გაბრაზდებოდა ან დაიწყებდა ჩხუბს, მაგრამ ჩხუბი რას გაძლევს, არაფერს არ გაძლევს. რაც არის ეგ არის. ცუდია რომ აი მთელი დღე დავკარგეთ რა. ესე იგი როგორც კი დაითარსა ეს ტვირთი ჯაჭვი წამოვიდა და ნახოთ აბა იმედია ის ორი დელივერი ნორმალური იქნება. დავედით და როგორ ამბობ ხოლმე მოარ საინტერესო ვიდეოებამდე. იმედია საწვალებელი არ გაგვიხდება და რამენაირად დავამთავროთ ეს დელივერი რა. დავედით. ამდენი გვაქვს 26 მილი გვაქვს. იქამდე სომგვილია ასეთი ქალაქი, მაგრამ იმედია ასეთი ცუდი საწყობი არ დაგვხდება. დავედით.